2/5-ის პირველი 11x კვადრატს პლუს 4x მინუს x კვადრატი და მინუს 4x. ათეორების შეკრება გვაქვს. ოღონდ ორ ჯგუფად უნდა დავახარისხოთ. 11x კვადრატი და მინუს x კვადრატი ერთმანეთის მსგავსია, 4x და მინუს 4x ერთმანეთის მსგავსია. გავიტანოთ ცალ-ცალკე ბრჭყილებს გარეთ, 11x კვადრატი და მინუს x კვადრატი დავაჯგუფოთ, გავიტანოთ ბრჭყილებს გარეთ, კოეფიციენტები შევკრიბოთ. რჩება ბრჭყილებში 11 მინუს 1x კვადრატი. დავაჯგუფოთ 4x-იც და მინუს 4x-იც. x რო გავიტანთ ბრჭყილებს გარეთ, კოეფიციენტი რჩება 4-ს მინუს 4. 4-ს მინუს 4 არის 0. ეს მეორე წევრი გაგვიბათილდება, დავრჩება მარტო 11-ს მინუს 1. 11 მინუს 1 არის 10, 10x კვადრატი რჩება. გადავიდეთ მეორეზე. მინუს 100, მინუს 5, მინუს 2 და პლუს 3. აქაც ორ ჯგუფად უნდა დავაჯგუფოთ მსგავსი წევრები. პირველი წყვილი იქნება მინუს a და მინუს 2, მეორე წყვილი იქნება მინუს 5 და პლუს 3. დავაჯგუფოთ და ბრჭყილებს გარეთ გავიტანოთ. მივიღებთ 100-ს რო გავიტანთ ბრჭყილებს გარეთ, მინუს 1-ს, მინუს 2a. ესენი ერთად დავწეროთ, მინუს 5-ს პლუს 3. მინუს 1-ს მინუს 2 არის მინუს 3a, მინუს 5-ს პლუს 3 იქნება მინუს 2. აქ უნდა მეწეროს მინუს 2. ანუ მივიღეთ მინუს 3a-ს მინუს 2. გადავიდეთ მესამეზე. 2y კვადრატს მინუს 3y პლუს 2y და მინუს y კვადრატი. აქაც უნდა დავაჯგუფოთ ორ ჯგუფად. 2y კვადრატი და მინუს y კვადრატი ერთად. y კვადრატის ბრჭყილებს გარეთ რო გავიტანთ, იქნება 2-ს მინუს 1. მინუს 3y და პლუს 2y ერთად. y-ს ბრჭყილებს გარეთ რო გავიტანთ, იქნება მინუს 3-ს პლუს 2. 2-ს მინუს 1 არის y კვადრატი, მინუს 3-ს პლუს 2 არის მინუს 1. ანუ მინუს y. პასუხი იქნება y კვადრატს მინუს 1. გადავიდეთ მეოთხეზეც. მინუს m კვადრატს მინუս n კვადრატი პლუს 2m კვადრატი და მინუს n კვადრატი. აქაც უნდა დავაჯგუფოთ ორ ჯგუფად. მინუს m კვადრატი და პლუს 2m კვადრატი იქნება ერთად. ბრჭყილებს გარეთ რო გავიტანთ, მინუს 1-ს პლუს 2. ხოლო მინუს n კვადრატი და მინუს n კვადრატი ერთად. ბრჭყილებს გარეთ გავიტანეთ და იქნება მინუს 1-ს მინუს 1. მინუს 1-ს პლუს 2 არის 1m კვადრატი. 1 წინ კოეფიციენტად ავწერთ. მინუს 1-ს მინუს 1 არის მინუს 2. ანუ მინუს 2n კვადრატი. პასუხია m კვადრატს მინუს 2n კვადრატი.